საქართველოს პირველმა არხმა კულტურის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარების შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ქართული კულტურული მრავალფეროვნების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროექტების შექმნას და ღონისძიებების ჩატარებას, ასევე აუდიოვიზუალური ნაწარმოებების და სხვა შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მხარეები გადასცემენ ერთმანეთს შესაბამის ინფორმაციას. დოკუმენტს ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მოაწერეს. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან უკვე ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებზე და დღეს შედგა უკვე ეს მემორანდუმი და ვფიქრობ, რომ უკვე კონკრეტულ პროექტებში აისახება. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს უკვე წელს დაგეგმილი და ვფიქრობ, რომ სწორია, რომ კულტურის ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ხმამაღლა იყოს წარმოჩენილი. ეს ასეც იყო, უბრალოდ უფრო რომ ურთიერთთანამშრომლობითი სახე მიეცეს ამას და ერთობლივი პროექტების გაკეთების საშუალება გქონდეთ ბევრ შემოქმედებით ადამიანს და ბევრი სხვადასხვა სახის ხელოვნების სხვადასხვა დარგი იყოს წარმოდგენილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმისთვის რომ საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, იმისთვის რომ მეტი ვაკეთოთ ჩვენი ხელოვნების დასაქმების თუ წარმოჩენის მიზნით. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ეს ერთგვარი კულტურის სახლია, რომელიც მედიუმია საზოგადოებასა და კულტურას შორის. თუმცა არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ეს კულტურა სწორედ იყოს გატანილი და ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან კარგი როლის შესრულება შეგვიძლია ჩვენ. რაც შეეხება კონკრეტულ მემორანდუმს, მიხარია, რომ რამდენიმე თვე დავხარჯეთ იმისთვის, რომ კარგად დაგვენახათ ჩარჩო, სად თანამშრომლობთ, რა ფორმით და გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ჩვენთან, მაგალითად რადიო ფონდი და არქივი, ძირითადად არა მხოლოდ რადიო, ასევე ტელევიზია და ამაზეც უკვე იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. ეს აი ამ პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა და უკვე ახალი სეზონიდან, სატელევიზიო სეზონიდან დავარქვათ სექტემბერი, ჩვენ მაყურებელს და ზოგადად მთელ საზოგადოებას კულტურის სამინისტროს დახმარებით და ვფიქრობ ერთობლივად შევთავაზებთ ძალიან საინტერესო პროექტებს, რომელიც იქნება ცოცხალი და ვფიქრობ, რომ ყველა იქნება ძალიან კმაყოფილი.